მოეხმაურო იმ განცხადებას, რომ ლობისტური მომსახურება არ ჭირდებათ შალვა პაპაშვილის, არ ჭირდებათ კი არა, იმასავით არის გამოთქმა, რომ ადიდათ ყურდალობას არ ექვემდებარება, ლობისტურ სერვისებს არ ექვემდებარება დღეს ქართული ოცნება, თორე ამ მხარე არიან ერთი ადგილიდან და დარბიან თელს ამერიკაში, რომ ვინმე იპოვონ, ვინც სიტყვაში აცებს ტრამპთან, მაგრამ აი ამ რაღაცა კაცის გარდა ვერავინ ვერ იპოვეს. ეს ის კაცია სხვა შორის რამოდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში არნახული გაზის საბადოები ვიპოვეთო. იგივე კაცი არის, ეგ კაცი 10 წლის წინ დაახლოებით ამბობდა, ფრონტერის წარმომადგენელი რო იყო, რომ არნახული გაზის საბადო იპოვა კახეთში, რა 10 წელი გავიდა და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნით ძვირფას მაყურებლებო, აი ეგეთი კაცი რა ლობიზმს გაუკეთებს ამათ და საერთოდ ვინ არის. ეხლა რაც შეხება თქვენ კითხვას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ამ კითხვისთვის. ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს ერთი რამ. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან მახინჯ მოდელში სახელმწიფოებრიობის. ანა, ხო, ამაზე ხო თანხმდებთ, ეხლა ამაზე რაღაცა ხელის დაფარებას ხოვარობთ. უმახინჯეს სახელმწიფოებრიობ მოდელში მუშაობთ, რომელიც კლასიკური ოლიგარქატიც არ არის. ანუ იქ რაღაცა ერთმანეთში აზრს ოლიგარქებიც კი არ აჯერებენ, ერთი კაცია. ბიძინა ივანიშვილი რეალურად არის ადამიანი, რომელიც უკანასკნელი 14 წლის მანძილზე ამ ქვეყანას მართავს. ანუ ყველა ვინც იკავებს ოფიციალურ თანამდებობას ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან. აი ფულს რო ხაპავდა იმეებით, ვედროებით და ტომრებით ღარიბაშვილი და მისი მთელი შანტრაბა, ისინიც ეკონდებარებოდნენ მაშინ ივანიშვილს, რასაც აკეთებდნენ. ამის თავზე ივანიშვილი იდგა. ანუ ვინმე სამი სხვა წარმოედგენა რო არ ქონდეს. ამიტომ 14 წლის მანძილზე რაც ამ ქვეყანაში მოხდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი. შესაბამისად, საკითხი დგას ძალიან მარტივად. ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ფასების ზრდაზე, ივანიშვილის გამოა რომ ფასები გაგეზარდათ, ივანიშვილის გამოა რომ სიღარიბეში ცხოვრობთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეს მოდელი ივანიშვილს აწყობს, რომ მარტივად მართოს უფრო. ანუ ის აძვირებს, ის აღარიბებს, ის ცუდად მართავს, კორუფციაში ახრჩობს ქვეყანას, განათლების სისტემას ღუპავს, ჯანდაცვის სისტემას აქცევს რაღაცა ჩვეულებრივ საყასბოთ. ამ ყველაფრის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი. არც რაღაცა ფარული და კონსპირაციული ჯგუფები, არც კარტელები, არაფერი სხვა. და თუ ვინმე საინტერესებს რა არის კარტელური გარიგება, აი დღეს მაგალითად კარტელურ გარიგებას ივანიშვილსა და ცდელობას კარტელურ გარიგების ივანიშვილსა და ბიზნეს წარმომადგენლებს შორის ლაივში უყურებდით, ხო? აგერ ფარმაცევტებს შეხვდა. ეს არის კარტელური გარიგება, კლასიკური გაგებით. რომ იქ ხალხი შეკრიბა ბიზნესი და ეხლა უთხრობ, მოდი ეხლა 3 საათი აქ უნდა ჩავიკეთოთ ჩვენ, რაღაცები ვილაპარაკოთ, მოდი ეხლა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ ფასების დაკლებაზე ვმუშაობთ და ეს ამბავია. ეგ არის კარტელური გარიგება. სახელმწიფო შედის ეხლა კარტელურ გარიგებებში. და ფასებზე რაღაცა არავით არ არსებობს კომისია და შეხვედრა, რომელიც დამატებით რამე მიზეზებს გამოიკვლიებს ამ ქვეყანაში ფასების ზრდის. ანა, ფასები გაიზარდა, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ცუდად მართავდა მონეტარულ პოლიტიკას, ფასები გაიზარდა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა იხჩება კორუფციულ ჭაობში და ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის ფასში ის ბიზნესი კორუფციის, ანუ ქთამის ნაწილსაც დებს ფასში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სადაც უნდა ახალი კარტერული გარიგებების ფორმირებას უყურებთ თაზო, ანუ ეს შეგვიძლია არა, შეხედავს ახალს ამ ტერმინს არ ვიხმარ ახალს. არ იხმართ, იმიტომ რომ პატრონი იგივეა. აი ახალს არ ვიხმარ. ახალს არ ვიხმარ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, რაღაც კარტელულ გარიგებებში შესაძლოა არაფერი არ ვიცი. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ეგეთ რაღაცები არ არსებობს. მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის კარტელულ გარიგებაზე და ეს გათახსირებულები გამომდგარები არიან და კარტელურ გარიგებების გამო გაგეზარდათო, ჩვენ მოსახლეობას მინდა უთხრა, რომ კარტელურ გარიგება არის ეს, ეხლა რასაც აკეთებს. რომ ბიზნესი იბარებს და ეუბნება, რომ ეხლა მოდი ეხლა უნდა შეიკრიბოთ, აქ რაღაც იმიტაცია უნდა გავაკეთოთ, ვითამაშოთ, რომ თავრობა ზრუნავს ხალხზე და ფასებს ვაკლებთ. აი ამას აკეთებს სინამდვილეში. ეგ არის კარტელური გარიგება. ანუ არა ბაზრის, არა კონკურენციის აფუძველზე, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლებამ დაგავალა, ეხლა უნდა წახვიდა და მარჟა დაიკელიო. აი ბოდიში გამოთქმისთვის ამას ეჩალიჩება. სინამდვილეში ეხლა დისტრიბუტორებს, სუპერმარკეტებს, ყველას ეჩალიჩება ამას. აი ეს კომბახიძე ზუსტად ამას ეჩალიჩება. თქვენივე ტერმინით ფასი დააკელი, იმიტომ რომ მე უნდა გავაპირო. აქ ხედავთ, აი სურათის ჩვენება, აი რა პროცესის სათავეში არის ეხლა ოცნება, ხო ის რაღაცნაირად ამავდროულად ეს სურათი მოქმედებს იმ ადამიანზე, ეხლა იმ დღეს აი პატარა მაგალითს მოვიყვან, ერთ ადგილას ვიყავი და ანუ უპირობოდ მართლა 6 მოქალაქიდან 5 ამბობდა, რომ არ მაინტერესებს ვიღაცამ დაიკლოს, რომ მე უფრო ვიგრძნო შეღავათი. აი ესეთ მოქალაქეზე ამ მოქალაქის განწყობას სავარაუდოდ როგორც სხვა საკითხებზე შესაძლოა იცნობს ქართული ოცნება და ის შესაბამისად მოქმედებს. იმიტომ რომ აი ის განცხადება ეხლა დღეს ამ მოქალაქეს მარტივ რამაში აი თქვენ
თქვენ რა ციფრებიც გქონდათ, ეგეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამიტომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, ხო, აი ამაზეც გითხარით, ეს არ გამოგრჩეს. ამ დროში. ამ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ვინც ამბობს, რომ აი ვიღაცამ დაიკლოს, მე გაუსაძლეს მდგომარეობაში ვარ, უნდა ესმოდეს, რომ მას აკლებენ პირველ რიგში. და ერთადერთი ვისი შეცვლაზეც პირდაპირ გავლენა აქვს, რა ვიცი, ბიზნესი მას, რა ქვია, აგროხობს ახალიდიანებს ვერ წაართმევს. მოქალაქე, რომელსაც უნდა რომ დაიკლოს, ის იმათი ბიზნესი არის. მაგრამ ის ვინც შეუძლია რომ გააგდოს ხელისუფლებიდან და ვის გამოც 14 წელია ამ უბედურებაში ვცხოვრობთ არჩევნებზე, მე ხმა უნდა მიწეს იმის წინააღმდეგ. და უნდა იბრძოლოს, რომ ის აღარ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ იმ იზბრალია ყველაფერი. ეს ერთი და მეორე ხა მარტივი ამბავია კი, ვიღაცას უნდა დააკლდეს ვეთანხმები ასეთ მოქალაქეს. მაგრამ რას ვამბობთ, აი რაზეც დღეს ბრიფინგი ჩავატარეთ ამ საკითხზე. ხო, აქ ხო აი რაღაც ლაპარაკი არის სახელმწიფო სერვისებზე, არა მარტივად, ხო, აი სახელმწიფო სერვისებზე, რომელზეც უბრალოდ ფასია დაწესებული. ფურცლის აღებაზე, როგორიც არის მიწის გაფორმება, ხო, რეესტრში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ერთხელ მაინც ნაყოფიერად მიწის გაფორმება, ფართის გადაფორმება. სამაგი ფასი რატო გახდა? 50 ლარი რატო ღირდა და 150? რატო გახდა? ფურცელი უფრო ძვირია, დენის გაძვირება ამაზე იმოქმედა, ყველა რა მიმოქმედა ამაზე მაინტერესებს. ხო, უბრალოდ სახელმწიფო სერვისი გაზარდა. ხელსერვისი საფასური გაზარდა. გაგახსენებ თბილისელებს გავახსენებ City Park-ი იყო ლამის საარჩევნო დაპირება 2012 წელს. და არალამის თვითმმართველობის არჩევნებზე დაპირება იყო ოფიციალური, რომ ამათ გავაკროთ და აი თქვენ ხრავენ და გჭამენ, ისინი აღარ იქნებიან და City Park-ი გავაძევეთ და პირგასამტეხლო გადავიხადეთ. და რაზე იყო ლაპარაკი? 10 ლარიანი იყო City Park-ის ჯარიმები. დღეს იგივე ჯარიმა რამდენი არის? 50 ლარია. მართლა ეხლა რა ხო არ ბნელა 5ჯერ რატო ანუ ის საარჩევნო დაპირება ქონდა რომ საერთოდ უნდა გავაქროვო ეგ განსახადიო. მე შენ სახელმწიფომ ჩაიბარა ეგ სერვის კომპანია კერძო გააგდე. სახელმწიფომ ჩაიბარა ეს სერვისი და გაახუთმაგე პასი. ხუთმაგის იქდი დღეს 50 ლარი ჯარიმაში. პასპორტი ვაიღო 10 წლისწინ 50 ლარს იხდიდი. ეხლა 150. დიახ, ამიტომ გავაკეთე ამ საკითხზე. რაზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება, რომ მოქალაქეს კონდეს წარმოდგენა სრულ სურათზე. აი მაგალითად ავტომობილს რო იფორმებდა და 70 ლარს იხდიდა, ხო? მეც და ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს გამოცდილება. იხდის 201 ლარს თუ არ ვცდები, 200 ლარს 201 ლარს, ხო? აი აქ რა ჩანს სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ თქვენ რო ახსენეთ აი ეს ფასების საკითხი, აქ ყველა ცდილობს ამ წყალში, პირველ რიგში სახელმწიფო რომ რაღაც თევზი დაიჭიროს გარკვეულწილად, ხო? თქვენ ამბობთ რომ იბარებენ ბიზნესს და ამავე განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ, ეხლა წერია რომ ბიზნესი თავისუფალია, უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს. რა თავისუფალი როგორ არის? დღესო დაბარებული ყავს. და თქვენი მესიჯები რა არის? აი თქვენი გზავნილები, რაც ასევე უნდა დაიმახსოვროს მოქალაქემ სრული სურათისთვის, რომელიც აღწევს საუკეთესოდ სახელმწიფოს ზრუნვას მის მოქალაქეზე. მარტივად უნდა ესმოდეს მოქალაქე. სახელმწიფოს დღეს აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ფასები დააკლოს. პირველი, რაც ეხა ჩამოთვალე სახელმწიფო სერვისებზე, ყველა სფეროზე შეუძლია სამჯერ უფრო გააიაფოს ფასები და 4ჯერ გააიაფოს. ყველაფერზე პირდაპირ გავლენა. მთავრობის ერთი განკარგულება ჭირდება. ეს ერთი. მეორე, სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომელზეც შეუძლია DGG-ს განსახადი 18%-დან ქვემოთ დაწიოს, მაგალითად 5%-იან ნიშნულზე და რაღაცებზე საერთოდ გაარქმევს ეს განსახადი. აი ეს შეუძლია და მყისიერი ეფექტი იქნება ფასზე ამ ამბავს. მესამე, ფული აღარ ბეჭდოს. ფულის ბეჭდვას პოლიტიკური მიზნებისთვის თავი დაანებოს. ფულის ბეჭდვას რო შეარჩევს, ამასაც ეფექტი ექნება უახლოეს მომავალში ფასების კლებაზე. აი ეს სამი და მეოთხე, რომელსაც ეს ხელისუფლება ვერ უშველს, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უნდა ესმოდეს. კორუფცია არის უდიდესი მდგენელი. ის რომ ღარიბაშვილი ფულს გპარავდათ, ის რომ ეს იყო მასშტაბური, ხო, ეს იყო რაღაცა ტოტალური კორუფციის სქემა და ეს სქემა გრძელდება, ოღონდ მაგას ღარიბაშვილი არ ქვია და რაღაც სხვა ქვია. აი ეს კორუფცია გიზრდით ფასებს, პირდაპირ ვამბობ ამას. ეს კორუფცია რა თქმა უნდა გიზრდით ფასებს. ყველაფერი იმასთან რაც ჩამოთვალე, ფულის უაზრო ბეჭდვასთან, განსახადების მომატებასთან, საქართველოს განსახადების მოუმატეს ხალხო. ის 2%, რომელიც საშემოსავლო განსახადზე დაგიმატეს საპენსიო დანაზოგი სახით, ეგ განსახადების მომატებაა. შეფარულად, მაგრამ განსახადების მომატებაა. განსახადები უნდა დაწიოს DGG სასურსათო პროდუქტებზე გაუქმოს და რა ვიცი, თუნდაც ეგ 2%, რომელიც მნიშვნელოვანი თანხა არის, ეგ 2% გაყინოს და დაუბრუნოს მოქალაქეებს. სახელმწიფოს შეუძლია რომ სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებელი ხდებით, ანუ როგორც ფულის ბეჭდვაზე, ისე აი იმაზე რა ქვია, ამ ცვლილებებზე ყველაფერზე და ბოლოს
და ბოლოს მიადგეს ბიზნეს თუ დაინახავს, რომ იქ რამე არის. და დღეს მაშინ პასუხისმგებლობა დასვან თანამდებობრივი და პოლიტიკური, მაგალითად კონკურენციის სააგენტოსი, რომელსაც უნდა მოეკვლია ეს ყველაფერი. თურმე უნდა მოეკვლია. მაგრამ როგორც ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხალხო, მთელი მთავრობა ფაქტიურად სრული შემადგენლობით კორუფციაში ზის ეხა. ანუ ამათი წინა მთავრობა, ამათივე ხელისუფლების პირობებში, რამე ძველი ხალხი კი არ არის, რაღაც შთამომავლები კი არ არიან იმათ. ამათი წინამორბედები ზუსტად აი ეხა ვინც არიან. ქოცებით ისინიც მთელი მთავრობა ფაქტიურად სრული შემადგენლობით იმ გვალმაგიდაზე ხალხი როზის იმის ნახევარზე მეტი ფულს კპარავდათ. ბავშვების საკვების ფულს იპარავდა, ჯარისკაცების ფულს იპარავდა, რავი რა სადაც ხელი მიუწვდებოდა, ყველაფრიდან ფულს ხაპავდნენ. ეს ხალხი და იქ არა იგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე თქვეს რომ რავი აი სტალინმა არ იწოდაო სტალინს ეძინაო და ესენი კარგი ისე გათახსენებულებიან ამათ დავიჭერთ ოღონდ რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას რაღაცა ისა ვართ რა ქვია თვით ჭამის ფუნქცია გვაქვს საკუთარი თავით გამოკვების ფუნქცია გვაქვს ანუ აი ამაში ვცხოვრობთ და ეხა კი საზოგადოებას უნდა ისმოდეს უბრალოდ რომ კორუფცია უძვირებს ფასებს რომ მაღალი განსახადები უძვირებს ფასებს რომ ქვეყანა რომელშიც არ არსებობს პირდაპირ უცხოური ინვესტიცია რომელშიც ეკონომიკა რეალური ეკონომიკა ვერ ვითარდება იქ ფასები იზრდება მოქალაქეებს ესენი უნდა ესმოდეს რა თქმა უნდა მოქალაქეებს უნდა ესმოდეს რომ როდესაც სახელმწიფო სერვისებს გისამაგებს ხელისუფლება ამაში დამნაშავე ზეციური მანანა არ არის არავინ არ არის დამნაშავე გარდა ხელისუფლებისა როდესაც პასპორტი 50 ლარი ხდება და 150 ხდება არავინ დედამიწის ზურგზე გარდა ხელისუფალისა არ არის ამაზე პასუხისმგებელი ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მარტო უნდა ესმოდეთ ბიძინა ივანიშვილი ზრდის ფასებს ბიძინა ივანიშვილი აღალიბებს ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა დააკარგინა ამ ქვეყანას ევროპული მომავალი ბიძინა ივანიშვილს უნდა დღეს რომ კინის ფარდა ჩამოვიდეს საქართველოს ისე რომ საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოხდეს. ბიძინა ივანიშვილის ბრალია რომ შვიდების ფორუმზე არ მიგვიწვიეს. ბიძინა ივანიშვილის ბრალია რომ ჩვენ რეგიონში მიმდინარეობს ახლა გეოპოლიტიკური პროცესები დასავლეთთან სწორად სწორი ურთიერთობის და ჩვენ ამის მიღმა ვართ. აი ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი. და იმის ამ ყველაფერს აკეთებს იმიტომ რომ დარჩეს ხელისუფლებაში. შეინარჩუნოს ხელისუფლება და ეს უნდა გავიაზროთ, თორე არ არსებობს ამათ ხელში სვლა, რომელიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას. არ არსებობს ეგეთი სვლები და ამიტომაც არის ანა, შეხედეთ, გაკონტრებულები არიან, გაფუჭებულები არიან, საერთაშორისო თანხმწინვარ იზოლაციაში არიან. სახელი აქვს რომ საკუთარი მოსახლეობა ქიმიური არაღით დაწამლეს და რომ სადამ ხუსეინთან და ასადთან და იმათთან ერთად ერთ სიაში აღმოჩნდნენ. საერთაშორისო უძიმე საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულში სახელმწიფო უმაღლეს თანამდებობის პირები არიან გასულილები და მთელი სისტემაა აწყობილი ამ ქვეყანაში აი ამ რაღაცა თაღლითური კოლ-ცენტრების მთელი ინსტიტუციურად არის მოწყობილი ეს ყველაფერი. ანუ აი ასეთი ქვეყანაა და ეხა აღარაფერი ვერაფერზე ვეღარ ლაპარაკობენ. ვერც რაღაცა შეთქმულების თეორიებს მარტივად ვეღარ ყიდიან, ვერც ნაცობას ისე მარტივად ვეღარ ყიდიან და ეხა всё პირველი შემოიტანეს აი რაღაცა თავისივე ხალხ მოდით ჩვენ კანიბალები ვართ ჩვენ ხალხსაც ვჭამთ აგერძმაო კორუფციაში იყო დასული და აი ეხა ეს შევჭამეთ და მეორე აი რაღაცა სრული პოპულიზმი იმას რომ იცის რომ ცხოვრება გაუსაძლისია. ქოცმა თქვენ გონი არ იცის, ქოცი ხო იკულევს ყოველთვიურად. რა განწყობა არის და საქართველოს გაუსაძლისი გახდა უბრალოდ. ცხოვრება არის გაუსაძლისი, ისეთი ფასები რომ გაუსაძლისია. ეხლა მიხვდა რომ ამას გვერდს ვერ აუვლის. ოღონდ აქაც როგორც ყველაფერში მოიგონა რაღაცა მარაზმი, რომ რა კარტელური გარიგებები და ის არის რა ქვია, სადისტრიბუციო კომპანიები აზიან ამ ყველაფერს. 14 წელი თითქოს ის მართავდა. ამაზე გავაგზავნეთ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაცია ამ ქვეყანას.